სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას დღეს 10 საათიდან ხვალ დღის მეორე ნახევრამდე ვარაუდობენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით ბათუმის სანაპიროზე კი 4-ხბალიანი შტორმი, ასევე ქარის სიმძლავრე 18-21 მეტრი წამში. საშტორმო მდგომარეობისათვის მზადყოფნას გამოთქვამს ყველა შესაბამისი სამსახური, რაც შეეხება წუხანდელ უხმალებს. სერიოზული ზარალი არ გამოუწვევია. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით შეფერხდა მხოლოდ ავტომობილების გადაადგილება. ნალექმა გარკვეულწილად გამოიწვია გადაადგილების შეფერხება. ჩაქვში მდინარე მიცვალა კალაპოტი და რამდენიმე წუთით გადმოვიდა სავალ ნაწილზე, სადაც პრობლემები შეგვექნა ავტომანქანებით გადაადგილებაზე, მაგრამ მალევე დაბრუნდა თავის კალაპოტში და იქ პრობლემა აღარ არის. ხულოში ერთ-ერთი ოჯახი დაიმეწყა და ამ მომენტისათვის იქაც მოგვარებულია ეს პრობლემა. რაც შეეხება მახინჯაურს, ძირითადი პრობლემა ჰქონდა იქ ღამის 3 საათზე. როდესაც ავტომანქანებმა გაჩერდნენ პირდაპირ წვიმის წყალში და ჩვენი სამაშველოს მანქანებით 15 მანქანა გადავიყვანეთ. საზღვაო აკვატორიაში მოსალოდნელია ზღვის ხელვის გაუარესება და იქნება 4-5 მეტრი წამში. ქარი გადავა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით და იქნება 8-13 მეტრი წამში, დააქროვა 18-21 მეტრი წამში. ესეთი ამინდი შენარჩუნდება ხვალ დღის მეორე ნახევრამდე და ნალექი მოსალოდნელია წვიმის სახით.